ბატონი ელგუჯას თარგმანები ვიცით, არაჩვეულებრივი ნაწარმოებები ვიცით, ძირითადად პროზით ვიცით ბატონი ელგუჯა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არაჩვეულებრივად ხდებოდა კარგ და ცუდ ლექსს. რა რეაქცია ქონდა, როდესაც გაიგო, რომ მისი შვილი წერდა ლექსებს? ძალიან რაც შეეხება თარგმანებს, ამ ხუმრობ ხოლმე, რომ დასავლეთ ევროპის ლიტერატურის ნახევარი მგონი ჩემს სახშია თარგმნილი. რომ ამას თარგმანები არის Sherlock Holmes-ი, რომელიც Sherlock Holmes-ის თავგადასავალი, უთავმხედარი, თეთრი ბელადი მაინრიდის, Goldsworth-ის Forsyth-ების საგა, კაპიტან ბლადის ოდისეა, მეფე არტურის ზეობის ამბავი, არტურ მელორის ევროპული რომანი. ბლადი როგორ მიყვარდა. მამიდა ჩემს ნათარგმნია, ჯეინი არის. დიდი სახლის პატარა დიასახლის ჯეკ ლონდონის. დორიან გრეის პორტრეტი ოსკარ უაილდის. ხო ეს თარგმანებს შეეხება და ძალიან უფრთხო და ნერვიულობდა ამაზე. ესე არ იყო, ახტაცებული არ იყო ამ ამბით, რომ მე ლექსს წერა დავიწყე, არ იყო ახტაცებული. ეს ბევრი საფიქრად გაუჩნდა. რა როგორ იქნებოდა, როგორ წარიმართებოდა, რა შეძლებდი, რას ვერ შეძლებდი. ესე რომ აი სხვადასხვა ძალიან უმადლი მე ჩემს ოჯახს ზოგადად რომ მინახავს, ეხა პირიქითაც მინახავს მშობელზე ხო ვთქვი და ბავშვით ახტაცებული ოჯახებიც მინახავს და ჩემს სახლში, ჩვენს სახლში ძალიან ჯანსაღი ურთიერთობა იყო ამ ხრიდან. შენ ლექსებს წერ ბავშვობაში ხო რაღაც, მაგრამ ამას არავინ რაღაც შენ გამორჩეულობად არავინ არ აგიქვავდა ჩემს სახლში. არც ბებია, არც მამა, არც დედა, არც პაპა, არც და, არც ბიძა, არც ბიცოლა და არც ჩემი ბიძაშვილები. ერთ სახლში ვიზრდებოდით. მინდა ჩამოვთვალე. შენ ლექსტერ ის მუსიკაზე დადის, ის სკოლის გაკვეთილებს ამზადებს, ის სადილს ამზადებს. ესე რაღაცა ნორმალური ამბავი იყო. ნახოთ რა გამოვა რა ხა ისეთი არ დამაკომპლექსეს.